მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების ფასების შესწავლას იწყებს. რუსთავში 800 დევნილი ოჯახი სრულად გარემონტებულ ბინას მიიღებს. შეტევა ეკლესიაზე არ წყდება, თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ხალხის ძალაში ამბობენ, რომ უცხო ძალები ისევ გააქტიურდნენ, რადგან კიდევ ერთხელ დაინახეს თუ სად დგას ქართველი ხალხი. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბრძოლა წარუმატებელია, ხალხი ირჩევს რწმენას და ოჯახური ღირებულებების ერთგულია. ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების, მცდელობები საეკლესიო საქმეებში ეს წარმოადგენს სწორედ უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს. რატომ? იმიტომ რომ დაინახეს კიდევ ერთხელ, რომ ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა თავისი მტკიცე პოზიცია, რომ ის არ დადგება LGBT მხარეს და იქნება ოჯახური ღირებულების მხარეს. ის არ დადგება ომის მხარეს და იქნება მშვიდობის მხარეს. გამომდინარე აქედან მართალი არ გამოუვათ, მაგრამ სამწუხაროდ გვექნება ასეთი ტიპის მცდელობები ეკლესიის წინააღმდეგ. ერთ საათში პარლამენტში დროებითი საპარლამენტო კომისიის ხდომა დაიწყება, დეპუტატები მედიკამენტების ფასების განხილვას იწყებენ. კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. 4 ახლადაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობაც იგეგმება. დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების მიერ შევსებულ განაცხადებს განიხილავს. სამშენებლო სამუშაოს ჯანდაცვის სამინისტრო გაეცნო. ეს პროექტი მთლიანად დაახლოებით 86 მილიონი ლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს. აქედან 91 მილიონი იხარჯება ამ მშენებლობაზე და დაახლოებით 5 მილიონის ფარგლებში დაიხარჯება კეთილმოწყობაზე ამ ტერიტორიის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. კეთილმოეწყობა სრულად ეზო, გარშემო ტერიტორია გამწვანდება სრულად. შუაში იქნება ბავშვთა გასართობი მოედნები, მოსასვენებელი სივრცეები. დასასრულს უახლოვდება ქალაქ რუსთავში მშენებლობის პროცესი, სადაც გათვალისწინებულია ბინა 800 დევნილი ოჯახისთვის. მალე დაიწყება კეთილმოწყობის სამუშაოებიც, ამის პარალელურად მიმდინარეობს რუსთავზე შევსებული განაცხადების შეფასებაც, რომელიც ასევე მალე დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება მონიტორინგები, ხოლო შემდეგ კომისია გამოავლენს იმ ოჯახებს, ვინც ამ ახალ კორპუსებში მიიღებს საცხოვრებელ ბინას. საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 3 ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს. კონფერენცია გენერალურმა პროკურორმა გახსნა. გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ. გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი პროკურორი ია ჩხეიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა კვაჭანტირაძე და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ვანო ოქროპირიძე. მათი უფლება-მოსილების ვადა 4 წელია. მოქმედი კონსტიტუციური ორგანო საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 წევრი არის პროკურორი. ამ 8 წევრისგან დღეისათვის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 3 წევრს, რის გამოც მოწვეული იქნა ჩვენს მიერ პროკურორთა კონფერენცია, რომელზეც ჩატარდა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევნები და დღეს ჩვენს მიერ არჩეული იქნა საპროკურორო საბჭოს 3 ახალი ღირსეული წევრი. მე მინდა მიულოცო საპროკურორო საბჭოს ახალ წევრებს საპროკურორო საბჭოში არჩევა. სამივე მათგანი გახლავთ ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი და ასევე ისინი არაერთი წელია, რაც პროკურატურის სისტემაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, სამივე მათგანი გაამართლებს ამ უმრჩევლის ნდობას და ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ პროკურატურის როგორც კონსტიტუციური ორგანოს
კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. საპროკურორო საბჭოს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და საქმიანობის ეფექტიანობა. მინდა პროკურორთა კონფერენციის თითოეულ მონაწილე პროკურორს და გამომძიებელს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და კონფერენციაში მონაწილეობისთვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ელისო ბოლქვაძემ შეხვედრები გამართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურის სფეროში არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სახელოვნებო განათლების გაცვლითი პროექტები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გალა კონცერტები. მუსიკალური საღამოები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საგალობლით გაიხსნა და მის ხსოვნას მიეძღვნა. აჭარის კულტურის სამინისტროს ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში შემიძლია შევაფასო როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიზიტი თავისი შინაარსით, თავისი მასშტაბით. ეს არ იყო მხოლოდ შეხვედრები, ეს იყო ხალხთან ურთიერთობა, ეს იყო ჩვენი გზავნილი, ეს იყო რეგიონის გზავნილი. ორი ფანტასტიკური კონცერტი ერევანსა და ვანაძორში, არნახული წარმატებით ჩაიარა, სრული ანშლაგი იყო ვანაძორშიც, ანშლაგი იყო ერევანშიც და ეს არის ალბათ ის, რაც გვაკავშირებს ჩვენს ხალხებს, ჩვენს კულტურებს. ქრონიკა დასრულებულია, პირდაპირ ეთერში 14 საათზე დავბრუნდებით დროებით.